ბიზნესმენი, რომელიც მოსკოვში მოღვაწეობს, წლების წინ დატოვა მარნეული სოფელი თაზიქენდი, ჩვენთან სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მას აქტიურად ურეკავდნენ ანონიმურად უცხო ნომრიდან და სთხოვდნენ $100,000 ჩარიცხვას. როგორც ბიზნესმენი ამბობს, ეს საუბარი მას თავდაპირველად ეგონა ხუმრობა, შემდგომ უკვე აღარ პასუხობდა სატელეფონო ზარებს და შემდგომ უკვე მისი ძმისგან შეიტყო, რომ მოხდა ასეთი შემთხვევა, როდესაც მის საცხოვრებელ სახლში ამოქმედებული ხელყუმბარა შეაგდეს. შემთხვევა მოხდა გამთენიას, როგორც ელბრუს მამედოვი, მისი ძმა ამ შემთხვევის შემსწრე და თვითმხილველი ჩვენთან საუბარში ყვებიან. უცნობი პირები და თავდამსხმელი, როგორც თავად ამბობენ, სავარაუდოდ იყო ერთზე მეტი. ელბრუს მამედოვის საცხოვრებელ სახლში, რომელიც არის დაკეტილი, იქ არავინ არ ცხოვრობს, შეიჭრნენ ღამის საათებში. თავდაპირველად მათ დააზიანეს სამთვალყურეო კამერები, როგორც საცხოვრებელი სახლის პერიმეტრის გარეთ დამონტაჟებული, ასევე საცხოვრებელი სახლის შიგნით, შიდა ეზოში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერები და ამის შემდგომ უკვე შეაგდეს ხელყუმბარა. ამის გარდა მათ საცხოვრებელ სახლში არაფერი დაუზიანებიათ და გაიქცნენ შემთხვევის ადგილიდან. რატომ ვერ ამოქმედდა ხელყუმბარა, ეს უცნობია. თავად ამ ფაქტის თვითმხილველისთვის, შემსწრესთვის მამედოვი ჩვენთან განმარტავს, რომ როდესაც ის შევიდა ეზოში, დაინახა უცნობი საგანი ნივთიერება დარეკა 112-ში და შემდგომ უკვე პოლიცია მოვიდა ადგილზე და მათ გაანეიტრალეს ხელყუმბარა. რაც შეეხება მოტივს, როგორც მოგიყევით, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი ამბობს, რომ მისგან თანხას ითხოვდნენ უცნობი პირები, ვინ იყვნენ ესენი, მას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ის ეჭვობს და ვარაუდობს, რომ დიდი ალბათობით თავდამსხმელები არიან ადგილობრივები, კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან მისი საქმიანობის შესახებ და იმის შესახებ, რა თანხას ფლობს ბიზნესმენი მარნეულიდან. მე რუსეთში ვარ, წლები აქ ვცხოვრობ, სახლში მაგ დროს არავინ იყო. მარტო ეზოში 9 სათვალთვალო კამერა მაქვს დამონტაჟებული და ტელეფონით ვაკონტროლებ ხოლმე სულ. დილის 7 საათზე ყველა კამერა გაითი შეუცებ. გადავრეკე ჩემს ძმასთან, რომელიც მეზობლად ცხოვრობს. ის აკონტროლებს ტერიტორიას. გადასულა და ეს ამბავი დახვდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც მოქმედებაში იყო მოყვანილი, კიდევ კარგი არ აფეთქდა. მერე პოლიცია მისულა და არკვევენ. ფული უნდოდათ და ვერ მიიღეს. რა თქმა უნდა, ადგილობრივები იქნებიან ისინი, ვინც ის რას საქმიანობენ. რამდენჯერმე დამირეკეს დაფარული ნომრიდან და პირდაპირ მთხოვდნენ, რომ $100,000 დამერიცხა მათთვის. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. დილის 7 საათზე სამსახურში წავედი და არაფერი შემინიშნავს. ძმამ დამირეკა, გადამემოწმებინა, რატომ გაითიშა კამერები. შევედი გვერდითა შესასვლელიდან, დაზიანებული დამხვდა კარი. ეზოში რომ შემოვდიოდი, დავინახე მოქმედებაში მოყვანილი ასაფეთქებლად გამზადებული ხელყუმბარა. აღარ შევედი, არ მივეკარე. პირდაპირ პოლიციაში დავრეკე. 7 ეკიპაჟი მოვიდა. არ ვიცი რა გააკეთეს, მაგრამ ჯერ არავინ დაუკავებიათ. ყველა კამერის ჩანაწერი უკვე წაიღეს. მომხდარი ამბავი, გახსენით და აკავეთ ვინმე? მიმართა პრეცედენტს. რომელ ამბავს გეკითხებით, მიხვდით? კი. რომელს? რომელს ვარ თქვი? ხო ჩატარდა საგამოძიებო მკვლელობა. ჩატარდა კი ბატონო. დააკავეს ვინმე? ჯერა. მიმართა პრეცედენტს გაბატონო. მომიცით ყველაფერი, ვინც აკეთებს ამ ყველაფერს. პირველი შემთხვევა არ არის, ბიზნესმენებს ხელხუმბარებს უგდებენ საცხოვრებელ სახლში დაშინების მიზნით და ვერ გამოავლინეთ ეს დაჯგუფება ვინ არის? ხო იცით მათ შესახებ. აგრესიულ საკითხთან დაკავშირებით მიმართა პრეცედენტს. სტაბზია და აიდენტიფიცირეთ თუ არა ეს პირები, მათ შესახებ მაინც თუ იცით. დააკავეთ ვინმე? გამოძიება. განაჩენს პროცენტი გაკეთებს კომენტარს. ელბრუს მამედოვი ჩვენთან სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ მის სახლში დამონტაჟებულ სამთვალყურეო კამერებს ის ტელეფონით აკონტროლებს და აკვირდება, თუმცა როგორც თავად აცხადებს, თავდამსხმელები ვიდრე ისინი შეიჭრებოდნენ მის საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ დააზიანეს სამთვალყურეო კამერები და დიდი ალბათობით კამერებმა ვერ ასახეს ხელყუმბარის შეგდების მომენტი. პოლიციამ ამოიღო ყველა კამერის ჩანაწერი, თუმცა როგორც მოისმინეთ, ამ დრომდე ჯერჯერობით მიმდინარეობს გამოძიება და მარნეულის სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს არ აქვთ ინფორმაცია, როგორც ამას თავად განმარტავენ, არ აქვთ ინფორმაცია თავდამსხმელების შესახებ, მათი ვინაობის დადგენას ცდილობს ახლა პოლიცია. გეტყვით იმასაც, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მარნეულში, ქვემო ქართლის რეგიონში არეკეტებენ ბიზნესმენებს, გარკვეული დაჯგუფების წევრები და როგორც თავად დაზარალებულებს აქვთ ხოლმე ინფორმაცია, ამ ყველაფრის უკან, ამ დანაშაულებების უკან დგანან კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, რომლებიც თავდაპირველად ბიზნესმენებისგან ითხოვენ გარკვეული რაოდენობის
მის თანხებს. ჯერჯერობით არც ერთ შემთხვევაზე ქვემო ქართლის პოლიციას მსგავს ფაქტებზე არავინ გამოუვლენია, არავინ დაუკავებია.